წადი ხალთან დავუთე რომ ღმერთს ეთაყვანო და რომ ჩვენ ვართ ღმერთის შუამავლები და ეს განსხვავებს მათ სხვა ხალხისგან. როცა ხალხმა ნახა ის, რითაც ისინი მოვიდნენ, მიხდნენ რომ ნამდვილი შუამავლები არიან. მაგალითად, შუამავლე მუჰამედი იწინასწარმეტყველა იმაზე რაც ხდება ეხლა და ეს ახსენა 1400 წლის წინ. მაგალითად, მან თქვა რომ მოვადრო, როცა ფეხში შველა არაბები, ყოველდღიურად მოусმი რაღაცას გეტყვი, შეეჯიბრებიან ერთმანეთს მაღალ შენობების აშენებაში. როცა მუჰამმადმა ეს ახსენა, არაბები არ იყვნენ ცნობილი იმით, რომ აშენებდნენ მაღალ შენობებს. მაგის ცნობილი იყვნენ სპარსელები, რომაელები, ეგვიპტელები, ბერძნები. შადარი დღეს ყველაზე მაღალი შენობა. დუბაი კი, ამიტომ შეკითხვა რომელიც უნდა დაუსვო საიდან ისუდა ამ ყასმა ეგ. ეს არ მოხდა შემთხვევით. ეგ ახსნა კონკრეტულად და დეტალებით. კიდევ ერთი წინასწარმეტყველობა. მუჰამედმა უთხრა მუსლიმებს, მოვადრო, როცა მუსლიმები კონსტანტინოპოლზე უფრო ძლიერები იქნებიან. იცი კონსტანტინოპოლი? პატაკრა. დღეს ისტანბულია. ეს მოხდა 800 წლის შემდეგ მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ საიდან იცოდა ეგ? ბიბლიასთან თუ ხარნასნოდი. ცოტა. მინდა რაღაც განახო. მინდა რომ ნახო თუ გახდები მუსლიმი ღმერთის ნებით. შენ არ გახდები მუსლიმი იმის გამო რომ მხოლოდ გჯერა. როგორც მუსლიმები ჩვენ გვაქვს ხელშესახებები იცებულებები. რომ დავადასტუროთ რომ მუჰამედი არის ნამდვილი შუამავალი. მიხვდეთ ვამბობ. ბიბლიაში მუჰამედი მოვიდა იუდეელებთან და ასევე ქრისტიანებთან. დაუთხრა მაგათ რომ ჩემი სახელი და აღწერა არის ბიბლიაში. ზოგიერთი იტყვის არა დაუარბოქს. მე განახებ, შეხედე. ბოდიში რომ ბევრი დრო წაგართვია. არა უშოს. ადლობა. ეს წინასწარმეტყველობა ისაია 42. მოვა მორჩილი რომელიც ადიდებს მერცს და ბაიდალო. და ეს წინასწარმეტყველობა ისაია არის შუამავალი, რომელიც მოვიდა მუჰამადამდე. იაკობის და მოსეს მერე. აქ წინასწარმეტყველებს იმაზე, ვინც მოვა მომავალში. ცეითებიო. ჩემი მორჩილი, რომისთვისაც ხელი მაგ ჩავლებულია. ჩემი რჩეული უდელაი, რომელიც მოუსურმა ჩემ მაგულმა ჰაპონი. მას გარდამოვლინო ჩემი სული. ის გაუჩენს სამართალს ხალხსათავ. და აქ უკვე აღნიშნავს იმასუდია. მთავარ მომენტს გაჩვენებს. ხმა ღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა სოფლებმა, სადაც ქედარი ცხოვრობს, იზეიმონ კლდეთა მსხოვრებლებმა, მთათა მწვერვალიდან იკიჟინონ. ორი სახელია აქ ნახსენები, აგილი და პიროვნება. კედა, ვინაა კედა? ბიბლია 25:13 და ის გვიხსნის ვინაა კედა. ეს არის ისმაელის ძეთა სახელები. სახელდების მათი მოდგმის და მიხედვით. ისმაელის პირმშონება იოთე. და მერე ვინ? მერე კედარი. ამიტომ ეს შუამავალი, აქედან, ამიტომ ეს შუამავალი ეზრაელების შთამომავლიდან არ მოვა. იესო წამოვიდა ეზრაელებისგან. ერთადერთი შუამავალი ესაიას მერე მოვიდა კედიდან შუამავალი მუჰამედი. მუსლიმები და არა მუსლიმები ეთანხმებიან ამას. და აქაც იზეიმონ კლდეთა მსხოვრებლებმა მთათა მწვერვალიდან იკიჟინონ. თუ Google-ში შეიყვან სელას მთა განახებ სელას მთას და გაგიკვირდება. შეხედე. აი სელას მთა შეხედე. სად არის? ამიტომ დაიმახსოვრე რომ მუჰამედს მის დროს არ ჰქონდა წვდომა ბიბლიასთან. მის დროს ბიბლია აიღო ნათარგმნი არაბულ ენაზე. საიდან იცოდა? იმიტომ რომ ღმერთმა უთხრა. ყოველი პიროვნება არის დაბადებული რომ აღიაროს შემოქმედი და რომ მას ეფეღვანეს. შუამავმა მუჰამედმა აღნიშნა ეგ 1400 წლის წინ. მან თქვა, რომ ადამიანი იბადება, მას აქვს ბუნებრივი მიდრიგილება. და რა არის ეს? რომ მიიღოს შემქმნელი, რომელსაც უნდა ეთახვანოს. ოქსფორდის უნივერსიტეტში იყო ჩატარებული გამოცდა. რა არის ხალხის მიდრიგილება დაბადებიდან? ღმერთის რწმენა ან ურწმუნოება. და რა ქნეს? სხვადასხვა ქვეყნებიდან ბავშვები და შეკითხვები დაუსვეს. რამოდენიმე წლის მერე იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ეს კვლევა 3 წელი მიდიოდა. ადახარის მაგაზე მილიონამდე ვიახოვებით.
იქით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბავშვები იბადებიან ბუნებრივი მიდრეკილებით. ღმერთის რწმენით და მუჰამმედმა ეს აღნიშნა 1000 წლის წინ. საიდან იცოდა? იმიტომ რომ ღმერთისგან იყო. და შენ დათანხმდი იმას, რომ ჩვენ გვაქვს აქ დანიშნულება. და ჩვენი ცხოვრების აზრია, რომ ვეთაყვანოთ შემქმნელს. მოდი ერთ მაგალითს მოგიყვან, მაგას ყოველთვის ვიხსენებ. თუ მე მოგცემ 2 მილიონ ფუნტს, რას მეტყვით? გეტყვი მადლობა. ხომ დამიმახსოვრებ სამუდამოდ? კი, რა თქმა უნდა დამიმახსოვრებ. 2 მილიონი ფუნტია. რა თქმა უნდა დიდი თანხაა. 2 მილიონი ფუნტი. კარგი, მე მოგცემ 2 მილიონ ფუნტს, იმ პირობით, რომ შენ თვალებს მომცემ. გაწყობს? არა, იმიტომ რომ შენი თვალები უფრო ძვირფასია ვიდრე 2 მილიონი ფუნტი. რა ვთქვათ იმაზე, ვინც მოგცდა თვალები უფასო? მადლობას არ გადავხდი? რა თქმა უნდა. ხო მივხვდი რას გეუბნები, შენ მადლიერი იქნები. თუ ვინმე ახლა მოვა იარაღი და ჩვენი მოკლა მომდება, კი ბოია. ჩვენ ან დავიცავთ თავს და ან გავიქცევით. ანუ სიცოცხლე რაც გვაქვს ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. რა ვთქვათ უკვე იმაზე, ვინც მოგცა ეგ უფასოდ. ნიხვდი რას გეუბნებათ? ფეკიდარ. იდე მინდა რაღაც აღნიშნო აზიანენზე. შეიძლება ვიღაცა იტყვის მე ვეთაყვანებ ღმერთს მიიტა, მაგრამ საიდან ისე რომ შენი თაყვანის დამასტორია. იდე ვითხო გავიხსენოთ, აბა. ღმერთის სიბრძნით და მისი წყალობით მან არ დაგტოვა ჩვენი ინტელექტით, რომ გადავწყვიტო, როგორ ვეთაყვანოთ მას. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გრძნობები და სხვადასხვა ინტელექტი. მაგიტომ გამოაგზავნა სხვადასხვა შუამავლები ინსტრუქციით და სასწაულებით, რომ ენახათ ხალხისთვის გზა, რომლითაც შეიძლებოდათ ღმერთის თაყვანის ცემდა. მაგალითად თუ გინდა უყიდო შენს მეგობარს საჩუქარია. შენ უყიდი ის რაც შენ მოგწონს, თუ რას მაგას მოსწონს. ასევე შენ უნდა ეთაყვანო შემქმნელს ისე როგორც მას უყვარს, არა ისე როგორც ჩვენ გვიყვარს. იმიტომ რომ ჩვენი სიყვარული სუბიექტურია. რას ფიქრობ იმაზე რაც მიგითხარი? მე მგონია რომ ნათელია. გასაგებია და ნათელი, რომ უნდა გჯეროდეს ერთი ღმერთის და მხოლოდ მაგას ეთაყვანო. კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გავიგოთ. ეს არის თელ სოფლიოში ეგრეა, მაგრამ მით უმეტეს დასავლეთში. ჩვენ ვართ ძალიან დაკავებულები ამ სამყაროთი და ისეთი დაკავებულები ვართ, რომ სიკვდილი გვავიწყდება. რომ ერთი დღე ამ სამყაროს მივატოვებ, ამიტომ ალლაჰმა ყურანში თქვა, რომ ის არ დასჯის არავის სალამპისებულება არ დამოწმდება ხალხს. რას ნიშნავს ეგ? თუ ვინმე თუ იმენ აგიხსნა შენ ისლამი და შენ ზურგი აქცია ისლამს, მაშინ ვერავის დააბრალებს შენს გარდა ან ჩემს გარდა. მეთეს ალოგეთ, შენ არ იცოდი რომ დღეს შემხდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოებს უყურებდი YouTube-ზე, ამიტომ რომ ეს მერტისნება, იმიტომ რომ ალლაჰმა თქვა, ალლაჰმა არ შექმნა ქმნილება რომ დასაჯოს. არამედ იმისთვის, რომ ქმნილება იყოს მისი მეზობელი სამოთხეში. ნიხი, ამიტომ თუ ეს ყველაფერი ნათელია შენთვის და ლოგიკურია, რა გატოვებს რომ მიიღო ისლამი? ოდიში, თუ ეს ყველაფერი ნათელია შენთვის ლოგიკურია, რა გვაკავებს რომ მიიღო ისლამი? თუ ნათელია შეგიძლია მუსლიმი იყო, იმინდა ond არ ვიცი როგორ ვიდეოცო და ასე შემდეგ. არა პრობლემა, მე ახლა გეტყვი არაბულად, გადაგითარგმნე და შენ უბრალოდ გაემეორე. ამას უბრალოდ ფია დამოწმება შაჰადა. თქვენ ახლა იტყვით იმას, რაც არის თქვენს გულში და დაამოწმებთ. ამიტომ გაემეორეთ. سوسي أشهد أن لا إله إلا الله وأشهد أن محمدا رسول الله. أدري كريستياني قويت إيه أوكي. وأشهد أن عيسى رسول وعبد الله. ეხლა გავიმეოროთ ინგლისურად. თქვი მე ვამოწმებ რომ არავინ არის ღირსი თაყვანის თემისთვის გარდა ალლაჰისა. და ვამოწმებ რომ მუჰამმადი არის ბოლო შრომავალი და მსახური ალლაჰისა. და იესო სახურია და ალლაჰის შრომავალი. ქება ალლაჰს მუსლიმი ხარ. ისი რა გაგეთთ ახლა? თქვენ დაუბრუნდით თქვენს ფესვებს, რომელთან ერთად იყავთ დაბადებული. თქვენ დაიბადეთ რწმენით შემქმნელში. მაგრამ იმის გამო, რომ დაიბადეთ ქრისტიანულ ოჯახში, თქვენ გაჩვენეს სხვა გზა. იმის მაგივრად, რასთანაც ერთად თქვენ დაიბადეთ და ეს არის რომ ეთაყვანოთ ღმერთს. ფედოროტე რელიგინდათ მესმის, თქვენ იცით რატომ? ნახე. და დაიმახსოვრე. ნებისმიერი ადამიანი, ვიღაცა მე მეტყვის, რომ უნდა შეხვდე ერთ-ერთი ქვეყნის დედოფალს ან მეფეს. ძალიან გამიხარდება, მაგრამ რაც შეეხება თქვენს თავს, თქვენ შეხვედით და ეხლა გავკავშირით თქვენს შემქმნელთან. ვინც თქვენ შეგქმნათ, რომელიც პროვიზიას გაძლევთ, რომელმაც შექმნა თქვენი მშობლები, ამიტომ უზენაესმა ალლაჰმა თქვა ყურანში, ო ხალხო, ო კაცობრიობა.
გახსოვდეთ ალლაჰი რომელმაც თქვენ შექმნათ და შექმნა თქვენი წინაპრები რომელიც პროვიზიას გაძლევთ თქვენ ციდან და მიწიდან მერც ფიცავა ეს დიდი წყალობაა რამდენი წლის ხართ 17 დიდი წყალობაა ჩემმა ცოლმა მიიღო ისლამი როცა 14 წლის იყო და იცის რომ ისლამი ჭეშმარიტებაა